3500 კაცი დაგვტოვეს შიერი. სახელმწიფო ყოველთვის იშვერდა ხელს კომპანიაზე. ახლა ერთდროულად მოგვილოცეს 8 მარტი და გაგვათავისუფლეს სამსახურებიდან. სახელმწიფო მმართველობა ყველაფერი სწორად ვერ გააკონტროლა. აღაროელების არის ჭიათურა. გაიგოს ეს სახელმწიფომ და ინვესტორმა. ახლაც აქციაზე ვარ, ამ წუთში აქციაზე ვდგავარ. ვიცი შენ მოვიტანო თუ ჩემმა კომპანიამ ფული არ დამეცხა. ვიცი თქვენი გადასახადი არ არის, მაგრამ რა ვქნა მეთქა. ჩვენი მივეცით ხმა მაგათ რომ იმედი ვქონებოდა და რა ვიცი კიდევ არ უსვავთ ხალხს რომ გადმოგხედავენ ალბათ. ჩვენი ტკივილსაც მიიტანებენ გულთან რომ ამ გაჭირებულ ხალხს ამდენი დღის მანძილზე ნუ თუ არმია მიმაქნათ ყურში რომ ამდენი ხალხი გარეთ ვართ. შიმშილის ზღვარზე ვართ ასე რომ ვთქვათ. პროდუქტი იმატებს და ჩვენი ხელფასები არაფერია არც გვაქვს. 1/3 ამ ქალაქის სოციალურად დაუცველია, დანარჩენები ვის დასაქმებულები იყვნენ სამსახურიდან გამოუშვეს, გაჩერდნენ ადგილობრივი კოოპერატორების და ამან რა თქმა უნდა შექმნა სოციალური რაღაც გაკოტრება თუ როგორ შეიძლება დავარქვათ ამ ყველაფერს, ანუ ამ პრობლემების პიკს მიაღწია და ხალხიც ამიტომ გამოვიდა გარეთ. მარგანეცი კი ჭირდება, მაგრამ უნდა რომ ნაკლები მუშახელით მეტი სარგებელი მიიღოს. ესე იგი, მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას ფიქრობს და ჩაანაცვლებს ღია კარიერული წესით, ოღონ ღია კარიერული წესით ძალიან საფრთხის შემცველი არის ბუნებისთვის და საერთოდ გარემოსთვის. მაღაროები ვერ იმუშავებენ და ღია კარიერული წესით უნდა განვაგრძოს მუშაობაო. რატომ უნდა განაგრძოს ღია კარიერულმა წესმა მუშაობა, როდესაც გადათხარეს მთელი ჭიათურა კარიერებმა მიიყვანა ამ დონემდე თუ რა მაღაროს კერ დაუნგრევია. მაღარო ყოველთვის იცავს უსაფრთხოებას და ყველაფერს. მაგრამ ღია კარიერული წესი არა. როგორ შეიძლება კარიერმა იმუშაოს 10-20 კაცი და დანარჩენი 3400, 3500 კაცი არის თანამშრომელი. არ არსებობს იმისთანა ოჯახი 2 წევრი მაინც რო არ მუშაობდეს. გაანადგურეს ჭიათურა საჰარის უდაბნოს დაამკვანეს საკაურობა. ბედის ყოფნა არ ყოფნის ბედი წყდება, ჭიათურის გადასარჩენად წყდება ბედი, ჭიათურა არის მანგანუმთან ერთად დაბადებული, ესე ვთქვათ და მანგანუმის გარეშე ჭიათურის არსებობას არანაირი აზრი არ აქვს. თუ შევაჩერებთ მანგანუმის მოპოვებას, უნდა შევაჩეროთ ქალაქის არსებობა. ჩვენი ინვესტორი გვეუბნება, რომ ჩვენი მადნის მოპოვება წამგებიანია და შესაბამისად აპირებენ ჭიათურის შეჩერებას და ჭიათურის განადგურებას, რასაც ხალხის მასების გამოსვლა მოყვა და არა მარტო მაღაროელების. კომპანიამ დღეს დაგვანახა რეალურად, არა მარტო დღეს, ბევრჯერ, მაგრამ დღეს საბოლოოდ დაგვანახა თავისი სახე, ის არც ხალხზე ფიქრობს, არც ქალაქზე ფიქრობს, ის ფიქრობს, რომ რაც შეიძლება მცირე გაიღოს და ბევრი იშოვოს, ბევრი ფული მოიპოვოს. 30 წლის განმავლობაში კომპანია მატყუებს და მე ვცხოვრობ სახელმწიფოში, მიჩნდება კითხვა სახელმწიფოსთან, რომ რა ვქნათ, როდემდე ველაპარაკოთ ამ კომპანიას, როდემდე უნდა მოგვატყუოს, როდემდე უნდა დაგვანგრიოს ეს ქალაქი თავზე. ამიტომ ჩვენ სახელმწიფოს ეხა კი არ ვეხვეწებით და ვთხოვთ, რაც არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ვახსენებთ და ამისკენ მივუთითებთ, რომ ისინი ვალდებულები არიან მიაქციონ ამ ქალაქს და ამ ხალხს ყურადღება. სახელმწიფო მმართველი ჩვენთან არის 2017 წლიდან ჩართული, მაგრამ სახელმწიფო მმართველი ვერ შეძლებს ერთი ადამიანი იმ ყველაფერს, რომ აკონტროლოს აქ ვის რა დარღვევა, ვის რამდენი 10,000-ობით ხელფასი და ვის შავი ხვრელით გააქვს მადანი და ვის როგორ ესე ვთქვათ. ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკონტროლებს, აუცილებელია გადაეცეს სახელმწიფო სტრუქტურას და მიხედოს სახელმწიფო. ჩვენ არ ვითხოვთ ვიღაცისგან რაღაც დახმარებას, რაღაცის სანაცვლოდ. ჩვენ ვითხოვთ შევქმნით დოვლათ და მივიღოთ ამ დოვლათის საფასური. ჭიათურის გასასვლელებში ყველგან გვიყენია ხალხი, დაბლოკილი გვაქვს გასასვლელები და ბლოკავთ მხოლოდ GM-ის საკუთრება, რაც არის ეს იქნება ტექნიკა, ეს იქნება მანგანუმი თუ სამაგრი მასალა.
არ გავჩერდებით, სანამ არ მივახცევთ ჩვენსაც, სანამ არ დაგვირიგდება ის კუთვნილი ხელფასი და სანამ არ აღსგება სამსახურები, არ მივცევთ არც კოოპერატორებს ჩვენი მისცა გასაგას, რომ იმათმა იმუშაონ და ზესტაფონში ჩაიტანონ მარგანეცი და ის თავისი ჯიბები გაისკელონ. ჩვენ ამის უფლებას არცეც არ მივცევთ. თუ მამაკაცები ვერ მიაღწევენ, ქალბატონები წავართ წინ, ჩვენი შვილებიანო, შვილიშვილებიანო, ყველა გამოვალ გარეთ. აღარ წკოს სკოლაში რაზი გაუშვა ბოში. ელემენტარული ბულკი რო იყიდოს ბავშვმა, მისი ფულიც რო აღარ გექნება, გინდა ბებია იყოს და გინდა მშობელი იყოს, სიცოცხლე ეს აღარ არის.